საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა. მოწვეულმა სტუმრებმა სააგენტოს ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა დღესვე 2010 წელი შეაჯამა. მისი თქმით, მიმდინარე წელი სააგენტოში რამდენიმე ინოვაციური პროექტითაც გამოირჩეოდა. შეიქმნა უნივერსალური საინფორმაციო პორტალი. პირველად საქართველოში 2010 წლის მარტში ამოქმედა ელექტრონული აუქციონი. ცხათვის განმავლობაში კი ჩატარდა 880 ელექტრონული აუქციონი. ასევე სააგენტომ ამოქმედა ინტერნეტ მაღაზია და დანერგა მოძრავი მაღაზიის პროექტი, რითაც რეგიონებში კმაყოფილნი არიან. შენობის გახსნა სიმბოლური იყო, თუმცა ეს უკავშირდება მთლიანად ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც დაკავშირებულია მომხმარებლისთვის გაიოლებულ, გამარტივებულ სერვისთან. iOxen.g ვებგვერდი, რომელიც გაიხსნა და რომელიც უკვე ფუნქციონირებს და საშუალებას აძლევს ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან მარტივად და სწრაფად შეეძინონ სრული შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება. ამის გარდა თვითონ ამ გამარტივებულ სერვისმა საგრძნობლად გაზარდა თვითონ რეალიზების სიჩქარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების. ეს წელი იყო ძალიან წარმატებული სააგენტოსთვის, უამრავი ახალი პროდუქტი დაინერგა, რაც შეეხება ფისკალურ შედეგებს. ამონაგებით თანხა შეადგინა დაახლოებით 4.700.000 ლარს და აქედან 3 მილიონ ლარამდე არის წასული ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს არის ძალიან თანამედროვე სისტემა, რომელიც აქ აეწყო. ჩვენ ასე ვთქვათ, გვიხარია, რომ ამაში რაღაც პატარა მონაწილეობა ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ორი ბანკისაგან, ვინც ინტერნეტ ეკვაირინგს აკეთებს ამ ვებგვერდზე და გარდა ამისა ინერგება განვადებების სქემა აი ამ სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლისათვის.